მოდის მაქვს უკვე ბლოკები გამზადებული. Так, ნაჯახი არ უცეოთ, არ უნდა დავივიწყო. კირაც დამჭირდება. და პრინციპში მზად ვარ გავაკეთო რემონტი. მეგობრებო, მოგესალმებით, თქვენ მე ვარ საბა და არხეგაბეთ 733 და დღეს მეგობრებო, მე ძალიან გახარებული ვარ იმის გამო, რომ ძლივს შემიძლია ფერმერობის მაგივრად წავიდე და გავუკეთო ვიღაცას რემონტი. ფერმერობა როგორც თქვენ იცით, მე ძალიან მიყვარს, უბრალოდ ცოტა რაღაცა ახალი მინდოდა და რემონტი მოგეთ ჟიწენიკმა მითხრა რომ გამიკეთოთ შეიძლება რემონტიო, მაგრამ მეგობრებო, რაღაც ძალიან საოცარი რემონტი მომთხოვა, იცით რა? ისაო ჭერიო და კედელიო გააკეთეო ამ ბლოკებისაგანო, მუქი ბლოკებისაგანო და იატაკიო გააკეთეო ისეო, რომ არ ჩავარდესო და ვერავინ ვერასდროსო ვერ ამოთხაროსო. ანუ აი ამ ნათელი ხითო. მე რასკოლე გამიკვირდა რატო ანუ იატაკს მე ისეაც პრინციპში გავაკეთებდი ისე რომ არ ჩატყდებოდა, მაგრამ მან მითხრა ისეო რომ ვერავინო ვერ ამოთხაროსო ეს იატაკიო. მე ვთხარი, ოკეი, პრინციპში მითხრაო, გადაგიხდიო 32 სუნუცო და 32 სუნუდად მეგობრებო, რასაკვირველია, დებილი ხარო რომ ასე ვთქვათ არ დავთანხმდე. თან რემონტში მე მაქვს ძალიან დიდი პროფესიონალიზმი. სახლი დატოვა, სადღაც არის წასული სხვა სოფელში. და ეს სახლი მითხრაო ესო დატოვეო, ესე რაც არისო და ხოლო კედელიო, ჭერი და იატაკიო შეცვალიო. ოკეი, так, რითი დავიწყოთ ჯერ რომ ჟიწენიკები არ არიან. ამაში მაინც მადლობა. Так, რითი დავიწყოთ მოით მეგობრებო, ჯერ გავიტანოთ ეს ყველა ტაკაკ. ოგო მეგობრებო, შევხედოთ 32 ალმასი და ერთი ცალი რა? ოქროს ტელეფონი? გაგიჟება, არც კი ვიცოდი მეგობრებო, რომ მოიცეთ, ეს ჟიწენიკი რა ასეთი მდიდარია, რომ აქვს ოქროს ტელეფონი? What the hell? Okay. ნუ პრინციპში კაი. ჩავუდოთ ეს ყველაფერი, მე არ მჭირდება ასე ყველია. Так, საწოლი. მოით მეგობრებო, ჯერჯერობით ყველაფერი დავაყენოთ ამ ყუჩში. Так, ეს ონკანიც, так, ვერსტაკი, სარეცხის მანქანა მეგობრებო, ეს უკვე ძალიან ძნელი იქნება, მაგიტომ ცოტა ხანი კამერას გავთიშავ და დაგიბრუნდებით. მოვერიე მეგობრებო, ვერ წარმოედგენთ, ძალიან მთავარი სიძნელე იყო ზუსტად ამ სარეცხის მანქანაში და მაცივარში კიდე, რომელიც თითქოს 5 ტონაა. ოკეი. სახლის უცარიელია და რითი დავიწყოთ. ჯესის მეგობრებო, რასაკვირველია, მე მინდა კიდე ნათურები მოვაშორო. Так, და მეგობრებო, შეგეთ ასეთი სახლი გამოვიდა სულ ბნელი, ასეთი. მაგრამ ეს ჯერჯერობით. Так, მოით მეგობრებო, ჭერი სულ ბოლოსაკენ, იმიტომ ჭერი ყველაზე ძნელი იქნება. ჯერ დავიწყოთ, ჯერ მე გავაკეთებ ამ კედელს. მერე აქ ამ პერიმეტრზე ამოვთხრი იატაკს. ამ იატაკსაც მერე მოკეთ ჩავუტან ბეტონის შემდეგ უკვე ამ ხის ბლოკებს და ამის შემდეგ უკვე ამ კედელს და მაგის შემდეგ უკვე ამ იატაკს. იმედია მეგობრებო, თქვენ არ დაიბენით, რაც კი ვთქვი, ეს უბრალოდ ასე ვთქვათ რემონტის, ჯერჯერობით ჭერი არ ვჭირდება. ჯერჯერობით ჭერი არა. Так, მეგობრებო, რასაც გეუბნებით, ასე. ამ პერიმეტრზე და რა მითხრა? ხო, მუქი ბლოკებისაგან. Так. ისე მეგობრებო, მიკვირს, შეგეთ, აქ ხო არის შუშა, აქ არის შუშა და აქ რატო არ არის არსად შუშა? მეგობრებო, აქ რატო არ შეიძლებოდა აქ გაიკეთები და კიდე ერთი ისე პრინციპში მგონი მართალიცაა, იმიტომ 3 შუშა ამ პატარა სახლში. ჩემს სახლში არ ვიცი, 5 ფანჯარაა მგონი. მართლა გეუბნებით. Так, ერთი კედელი უკვე მზად არის. ახლა მოგეთ გადავიდეთ ამ კედელზეც. ასე. აქაც და აქაც, так, ეს ჭერია უკვე. გასაგებია. აქაც ასე მეგობრებო, ნუ შეგეთ. მოით მეგობრებო, ახლა შესასვლელიც გავაკეთოთ და მერე მივუდგეთ ამ
იატაკის პერიმეტრზე. მე ამ კედელსაც გავაკეთებ და მე გავაკეთებ თლიან იატაკს, ჯერ ამ იატაკით დავიწყებ. და მე უკვე ბოლოს ამ კედელს და ყველაზე თავარი იქნება ეს სახურავი. ნუ პრინციპში არ აუშავს. Так, ასე, აჰა. მეგობრებო, პრინციპში ლამაზად გამოდის. არ ვიცი, ახლა იატაკს თუ მოუხდება, რომ ანუ მუქი და ისეო ეს უკვე ჭერია, ჭერს მე так, ასე და გავიღოთ ყველა ეს ბლოქი და აქ, ასე და პრინციპში ეს კედელიც მზად არის. აჰა, ჯერჯერობით ყველაფერი ასე არის, მაგონებს ეს ფერი რაღაცას, არ ვიტყვი რას, მაგრამ პრინციპში ყველაფერი ნორმალურადაა. თან ეს ხეც რო არის ასეთი ცოტა მუქი, ძალიან უხდება სტილს. Так, შემდეგ რა მინდა? შემდეგ მე მინდოდა ამომეთხარა ეს კედელი. ეს კედელი თქო იატაკი, თუ ჯერ კედელი. მოით მეგობრებო, ჯერ როგორც მე ვთქვი თავდაპირველად, ჯერ ამ იატაკს და მე უკვე აი ამ თლიან კედელს. მაგიტომ ახლა მოვთხაროთ ასე. იქ ჯერჯერობით არ მინდა ვინდა ჯერ კიდე იატაკია ეს დამჭირდება ეს ძველი იატაკი რომ დავდგა აქ ყველა საგანი და მივხვდე თუ როგორ შეიძლება დავაყენო ეს იატაკი ეს სარდაფია ჰა მეგობრებო არც კი ვიცოდი რომ ჟიტენიქს გქონდა სარდაფი და რა ვუქნა ხა ამ სარდაფს და რა ვუქნა ხა ამ სარდაფს ერთი კითხვა მაქვს ახლა მეგობრებო თუ მე ამ ბლოკებს დავაყენებ მაგ სარდაფს უკვე ცხოვრებაში ვეღარ გახსნის ეს ჟიტენიკი ეს ძალიან კარგი ბლოკებია მე სპეციალურად ვიყიდე ძალიან ძვირად და რა გავუკეთო ახლა ამ სარდაფს ახლა ჟიტენიკი მე მგონი რაღაცებს მეტყვის так მეგობრებო ერთუც მოით ჯერჯერობით ყველაფერს ჩავალგებ ამ ყუთში და რაღაც ძალიან დამაინტერესა მან რა არის განლაგებული თუ მეგობრებო მან არაფერი არ იქნა მე უბრალოდ ამ სარდაფს ჩავკეტავ რა ვეტყვი თუ არა ჯერ მოით მეგობრებო ნახავ სარდაფს და მე გავარკვევ თუ ჟიტენიკს სჭირდება ეს სარდაფი თუ მეტყვის არა გავაგზავნებ ჩემს რემონტს და თუ მეტყვის კი არ ვიცი მაშინ რაღაცნაირად რაღაცები უნდა გავაკეთო რომ ეს სარდაფიც შეინახოს და ნორმალური სულა ჰქონდეს так, კაი მეგობრებო, პრინციპში ასე ძველ სარდაფს ასეთი კარგი კარები? ოკეი. так, მოეთ მეგობრებო, ვნახო და რა? სტოპ, ჟიტენიკებო, თქვენ რას მეგობრებო, სტოპ, მეგობრებო, ეს ის ჟიტენიკები არიან, რომლებიც გაქრნენ ჩვენ სოფლიდან. საბა გიცანით, გთხოვ გაგათვალისწინე, ჩვენ ძალიან ცუდა თუ ვართ. და სტოპ, ვერაფერი ვერ გავიგე. რაც დამებნა უკვე თავი და რას აკეთებ так, საერთოდ მე ხო ჟიტენიკს ვუკეთებდი რემონტს და რას შვებით აქა? საბა, გთხოვ გაგათვალისწინე, ამ ჟიტენიკმა, ეს ჟიტენიკი არ არის ის ვიც თითქოს გონია შენ. ეს არის ნამდვილი მკვლელი. მან ჩვენ ჩაგვსვა ერთი დღის წინ. აქა და გვითხოვ მალე მოგკლავთო. გვაძლევს ძალიან ცუდ საჭმელს და შეყერა ჭუჭყიანი წყალი დაგვიდო აქა. მისი სმა საერთოდ შეუძლებელია. საბა კარგი უგუნახე. გთხოვ გაგათვალისწინე. так, стоп. და ვერ გავიგეთ და გამოდის უბრალოდ არ მითხრა რემონტი გაგიკეთოთ? ეს უკვე საბა არ ვიცი. თუ გითხრა, როგორც მაგათ ჩვენ გითხრა, რომ ვიღაც რემონტის მასტერს ავიყვანო და ამ სარდაფსაც ჩავკეტავო სამუდამოდ. და გამოისჩენა გიყვანა და გამოდის უნდა ჩაეკეტა ეს სარდაფი და აქ ჩვენ მოვკვდებოდით უბრალოდ. მეგობრებო, ახლა მგონი გავიგე, რატომ თხოვა ასეთი კარგი და ასეთი იატაკის აღება, რომელსაც მეგობრებო, ამ იატაკს, მეგობრებო, იქ რაც დავდები ის იატაკი, ხომ? ცხოვრებაში ვერავინ ვერ გატეხავს. ეს ხო არ ვიცი, უნდა კონდეს, ნამდვილი, ალმასის ინსტრუმენტები. მეტი ვერაფრით ვერ გატეხავ. სკაი ჟიტენიკებო, მე აუცილებლად გაგანთავისუფლებს და სტოპ და ეს რა ყუთებია აქა?
ამ შიწელიკმა მოიპარა მთლიანი სოფლის ბიუჯეტი და აი ამ ყუთში ჩადო, რაც კი მოიპარა და ეს არა მხოლოდ ჩვენი სოფლებიდან, ეს შიწელიკი იპარავს ყველა სოფლიდან მთლიან ფულს და მერე გადადის სხვა სოფლებში, იკავებს ასევე შიწელიკებს, ასევე კლავს და ასევე იპარავს ამ ფულს, მერე იქცევა უფრო სხვა და სხვა სოფლებში. Так, стоп, შიწელნიკო და გაგიჟება. ეს ყველაფერი მოიპარა? კი, საბადა თან აქ ჩადო, გვითხრა აქ იქნება ასევე თქვენი სოფლის ბიუჯეტიცო. არა, მე ამას არ დავუშვებ. მე ამას არ დავუშვებ. Так, стоп და ეს ყუთი რატო არის ცალკე? ეს უკვე ჩვენ არ ვიცით, ეს უკვე არ გვითხრა. Так, Sky და ღმერთო ჩემო არა, მაგის გამო მეგობრებო, აი ჯერ ესეც იმის გამო რომ შიწელნიკები მოიპარა. მეორეც ერთი, ეს მეგობრებო, არა 10 სოფლის ბიუჯეტი იქნება. 20-მდე სოფელი მოიპარა მგონი გაძარცვა. მაგის გამო მეგობრებო, არასდროს არ გამო, აი მთელი ცხოვრება იჭდება ციხეში და მე ამას უბრალოდ 100%-იანი ინფორმაცია იქნება. Так, стоп, მეგობრებო, რა წერია? მიზნები. Так, შემდეგი ფურცელი. პირველი შიწელნიკების მოპარვა, მეორე გაძარცვა ეკლესიის. მეგობრებო, ვინც არის ის ჩვენ ეკლესიის მეორე სართულზე? ჩვენ გვაქვს ასეთი პატარა საწყობი, სადაც არის ჩვენი მთლიანი სოფლის ბიუჯეტი, ჩვენი ინსტრუმენტები, ჩვენი ყველაფერი უბრალოდ. მამრაგები კიდე დავიცავით, იქ ორი დაცვა დგას. Так, შემდეგ. მეორე საბას სახლის გაძარცვა. მან და საერთოდ რა საგიჟეთია მეგობრებო? მას საერთოდ ტვინი აქვს? ვისი გაძარცვა უნდა მაგას? ერთი მოვიდეს ჩემს სახლში, მეგობრებო, აი მართლა ერთი მოვიდეს ჩემს სახლში და აი ასე ასე ვიტყვი. Так, და მესამე Так, რა წერია აქ ღმერთო ჩემო? რა მერის რა ფურამტურიანია ეს. სპეციალურად მეგობრებო, მგონი სპეციალურად ასე გააკეთა ამ შიწელნიკო. ფუ, რამტურიანია. Так, ოკეი, მეგობრებო, მეტი არც კი მაინტერესებს. Так, ჯერ ესე ის თქვენ ახლა გაგანთავისუფლებთ. მოდით. მიდი. ერთს რაღაც მეგობრებო, ძალიან ძიმია და გაია, გამოდით ყველა, გამოდით. Так, და ერთი მაინტერესებს და რამდენი ხანია რაც თქვენ აქ ხართ? სადღაც უკვე ერთი დღეა. ჩვენ მოგვიპარა კიდე გუშინ ღამე. გასაგებია, так, ოკეი. და კაგიო კიდე ეს შიწელნიკი არ არის მოსული, წასულია სხვა სოფელში და ოდესაც მოვა, აქ პოლიციაც დახვდება და მერიც და ყველანიც და მეც დავხვდები აუცილებლად. წავა, ამის გამო მე აი უბრალოდ გარანტირებული მაქვს მეგობრებო თქვენ შიწელნიკებო თქვენთვისაც, რომ მთელი ცხოვრება იჭდება ციხეში. ეს 100%-იანია. კაი, ახლა გამოდით აუცილებლად. არ ვიცი, საჭმელი თუ სასმე იქ ჭირდებათ, აუცილებლად ჩემთან მოდით, გაჭმევთ და გასმევთ და მე ახლა უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა მეგობრებო, აი ესეც არ ვიცი. ხო, გამოდით ყველანი. ესეც არ ვიცი. მე უბრალოდ შოკში ვარ. აი მეგობრებო, რისთვის მთხოვა ამ შიწელნიკვა ამიატაკის აი ასეთი კარგი ბლოკებით გაკეთება. ამას კი არა მეგობრებო, ამას დავუტოვებ და ყველა მეგობრებო, ეს საგნები არც კი დასჭირდება უკვე ციხეში რა დასჭირდება. კაი მეგობრებო, თქვენ კი მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეცეთ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, დაგეშვებებით, ნახვამდის.